ძალიან მნიშვნელოვანი არის პლანეტების გათვალისწინება. თუ არის ასპექტირებული შავ-მთვარესთან, იქნება ეს შეერთება, ოპოზიცია, კვადრატურა, კარმული ასპექტები, როცა არის, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. აი ფაქტობრივად როგორც კი დავინახავ შავ-მთვარესთან პლანეტის შემოსვლას, იქ უკვე გასაგები არის, რომ აქ სერიოზული, კარმული პროგრამა, მოდით ესე ვთქვათ, არასწორი გაგება პლანეტის ეს შემოდის. ან არის მსხვერპლის როლში ამ პლანეტის ზონაში ადამიანი, ან აქტიური გამოხატულება შავ-მთვარის, ეს იცით ალბათ ძალიან ბევრ ვიდეოში ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, გრადაციები არის აქ მნიშვნელოვანი, ვინ როგორ იყენებს ამ ენერგიას. შავ-მთვარე ყველა ცხოვრებისეულ ეტაპზე ახდენს გავლენას და ფაქტობრივად ამ პროგრამით ჩვენ ყველგან ესე ვიქცევით, ანუ ეს არის პატერნი, ეს არის რაღაც მოთხოვნილება შინაგანი, რომელიც საოცრად უნდა დავიკმაყოფილოთ. სულ ოღონდ რა თქმა უნდა არასწორად, ანუ მაგალითად მაქვს ურთიერთობა იმ ხალხთან, რომელიც აუცილებლად იგივეს გამითამაშებს ფრუსტრაციას მომცემს და აქ ტრამვა უფრო დიდდება და ძლიერდება, ვიდრე განკურნება ხდება. პირველ რიგში უყურებთ ნიშანს, რა თქმა უნდა, შავ-მთვარის, უყურებთ სახლს და თუ არის შეერთება არის ყველაზე რთული კომბინაცია. და შეერთება ეს უკვე კარმული პროგრამა არის, ძლიერი, მძაფრი, შავ-მთვარე იცით რომ ეს არის ძლიერი ემოციები, მძაფრი ემოციები. ეს შეიძლება იყოს ტრავმა, მაგალითად, დაბადების მომენტში და აქაც გვაქვს ჩვენ ასპექტები, რომელი არის აქ ამ ცხოვრებაში არის მიღებული ტრავმა თუ, საერთოდ შავ-მთვარე ყოველთვის კარმულ ასტროლოგიაში გავყავართ მას წინა ცხოვრებებიდან მოდის, თუ ესე შევხედავთ. მაგრამ ასევე აი ამ გამეორების პატერნს იძლევა შავ-მთვარე განსაკუთრებით თუ პლანეტასთან არის შეერთებაში. განსაკუთრებით როცა არის შავ-მთვარე პლანეტასთან ჩართული, ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა პირად ურთიერთობებში, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცის ასპექტი ხა მე ვერ ვიგრძნო ესეთ შორეულ ურთიერთობაში, მაგრამ პირად ურთიერთობაში საოჯახო გარემო იქნება ეს თუ ძალიან მეგობრული გარემო, აი ესე საახლობლო, აი ძალიან ესე გამოხატულად შეიძლება უკვე ჩვენ შეგვეხოს და ვიგრძნოთ ეს ყველაფერი.